გამარჯობა ძვირფასო თანამემამულენო მე დღეს გადავწყვიტე მელაპარაკა გამოძიებასთან გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ თავშივე ჩანს სიყალბე რამე თუ იძახიან რომ გაურკვეველი ვითარება არისო და პირდაპირ სახელი წოდება კვლელობის საქმით აღძრული. ამიტომ აქედანვე მინდა თავში დავაფიქსირე რომ არ უჩანს ამ გამოძიების დასაწყის ის ობიექტური ვითარება რაც უნდა წავიდეს და მე ეჭვმეპარება რომ ობიექტურად წავიდეს გამოძიება რამე თუ ამ ხელისუფლებამ ზუსტად გამსახურდია სახელი წოდება ვერ გაიმეტა თბილისის აეროპორტი და აქედან ნათელია მაგრამ რასიზამ როცა სხვა გზა არ აგახსნა. ეხლა მე მინდა ძალიან მოკლედ და დეტალებში პატარ-პატარა ნიუანსები მინდა რომ ყველამ ქართველმა ერმა და იმ ნამდვილმა პატრიოტმა მამულიშვილებმა ვინც ზვიადის გზას მიყვებოდა და იმის გაყვალელ ბილიკებზე დღესაც დადის მე განსაკუთრებით იმათ საყურადღებლოდ და იმათ საყურადღებლოდ მინდა ვთქვა ვინც ზვიადის და საქართველოს მტრები დღესაც ზვიადის სახელს ღირსებას ებრძვიან რამე თუ ბოლო უკანასკნელი მოხიყანები ბოლო უკანასკნელი თანამებრძოლები დღეს ყავთ ცილისწამებაში და ბრალდებაში. მარგველანი გუგუშვილი განსაკუთრებით რატომღაც როცა 4 დაცვის ბიჭი დავრჩით ზვიადისთან ბოლომდე კვანცელაძე, კეკენაძე, ბურჯანაძე და მარგველანი და პრემიერი გუგუშვილი. გუგუშვილს ედავებიან რატომღაც ვიღაც გაბედავები, ვიღაც ბახიები და ისინი იმის მაგერო თვითონ აცხადებენ ზვიადის თანამებრძოლები ვიყავითო და როცა ყველაზე მეტად ზვიადის ჭირდებოდა თანადგომა და გვერდში დგომა ისინი გაიცნენ საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველა და გუგუშვილმა არიკადრა გაქცევა და მარტო პრეზიდენტი არ მიატოვა. ასეთ ადამიანებს ქვეყანაში ნატროლობენ და ბაძავენ მომავალი თაობები ასეთ ღირსეულ ადამიანებს რომ ჭირში კაცი არ მიატოვა. ეს გააკეთა გუგუშვილმა, მარგველანმა, კვანცელაძემ, ბურჯანაძე, კეკენაძემ. მართალია ბოლო 3 ღამე ბურჯანაძე და კეკენაძე ჩამოგვაჭორეს არ მოიყვანეს ჩვენმა მეგზურებმა, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლებოდა და მე მინდა პირველ რიგში ქალბატონ მანანა არჩვაძეზე პატარა მონახაზი როცა ეს უბედურება თავს დაგვაწყდა კვანცელაძე და ის რა ქვია ბურჯანაძე გაუშვით გროზნოში და ჩაიტანეს ეს ამბავი და მე წავიდა ვაჭრობა გადაცემა არ გადაცემა ცხედრის ექსპერტიზის ჩატარება და ამ ვაჭრობაში მე დრო გავიდა და 2 თვის შემდეგ ჩავასვენეთ პრეზიდენტი გროზნოში. გროზნოში ჩვენ რო ჩავედით მანანა არჩვაძე ყოველ ერთი კვირის განმავლობაში იქცეოდა ადამიანურად და გვეუბნებოდა რომ აი ხوار ზვიადი ამის გამკეთებელი იყო ამას გააკეთებდა მე მჯერა მაგისო პირდაპირ მანანას სიტყვებს გეუბნები და მე გვეუბნებოდა ხوار მიგვატოვებდა ხوارისაო წახვალთო და ხო იქნებით ჩვენთან და ჩვენ რა თქმა უნდა აუთქვით თანადგომა გვერდში დგომა ყველანაირად მაგრამ მოვიდა ზარი მოსკოვიდან დაირეკა და უთხრეს რომ დაანებეთ თვითკვლელობას თავი ილაპარაკეთ კვლელობაზე ის დღეა და შეიცვალა სურათი და 22 წელი გავიდა დღეს იმის მერე რამდენი ინტერვიუ მაქვს
მიცემული რამდენი პრესკონფერენციები გვაქვს ჩატარებული, მაგრამ აბა არა, მაინც და მაინც უნდა მოეკლათ ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია თქვა, მე ქართველი კაცი არ მესვისო. და მე მანანამ გააკეთა რა, რომ დავასაფლავეთ. პრეზიდენტი მეორე დღეს ჩაატარა მიტინგი საფლავზე, იმის მაგერო დაეტირა და იქ საქართველოდან იყვნენ ჩამოსული დელეგაციები და იმათ უთხრა და აი მკვლელებიო, მარგველანიო, გუგუშვილი და დაცვა მოკლედ. მე ვთხარი, ექსპერტიზა რატო არ ჩაატარე ქალბატონო, თუ ჩვენში გეპარება და დღესაც არა გვიან, ახლავე ამოუთხრი მეთქი და ექსპერტიზა ჩაატარე მეთქი და არაო მე ვიცი რას ვაკეთებ და თავი დაღონა და გაიღიმა. მაშინ მეც გავბრაზდი, მეც ვიცი რა უნდა გავაკეთო და მივატოვე იქაურება, გამომეკიდნენ ცოტნე და გიორგი, ცოცხლები არიან და თუ ვაჟკაცები არიან, უნდა თქვან ეს სიმართლე. რობიზონ, ჩვენ ხო ვიცით რომ ამა შენი იმედი ჰქონდა ყველაზე მეტი და ყველაზე მეტად შენ ერთგულობდი. და არ მიგვატოვე, მე არ მიგატოვებ არასდროს შორიდანაც თქვენი დამცველი და გვერდში ვიდგები მეთქი, მაგრამ დედაშენი და დეიდაშენი დაგარწმუნებენ მეთქი, ჩვენ წინააღმდეგ და ისე აგისრულდათ ყველაფერი, რომ ეს ახდა. მე მივიდა მანანა არჩვაძე, მე რო წამოვედი, იქ დარჩა გვანცელაძე, ბურჯანაძე, კეკენაძე და ბესარიონი თავისთავად იქ იყო ცოლშვილით. გროზნოში ცხოვრობდა და მე წამოვედი. იმიტომ რომ ერთი საფლავში ვერ ჩავყევი კაცს, დანარჩენი რაც ერთგულობა და კაცობა ღირსება არ მომიკლი არაფერი და ვერავიტანე, როცა მადლობის მაგიერ რაღაცაში ბრალს გდებენ და ზიზღით გიყურებენ და წამოვედი. მივიდა მანანა არჩვაძე, თან ახლდა სოსო თორია დაცვის წევრი, არაკაცი, აქვე მინდა აღნიშნო, ცოტნე და გამოიყვანეს ბაჩუკი, ვიღაც ჩეჩენთან იყო და გამოიყვანეს და მანანა არჩვაძე ეუბნება ბაჩუკ გვანცელაძეს, თქვი ეხლა რომ პრეზიდენტიო მოკლესო მარგველანმა და გუგუშვილმა და შენო ცხოვრებით აგიწყობ ცხოვრებას. ბაჩუკი უთხრა ქალბატონო, მე როგორ ვიტყვი მაგას, ბრალს როგორ დავდებ უდანაშაულო მართალ ხალხსო და მე მეუბრუნდა ცოტნეს და ეუბნება, მამა შენიც მკვლელი ნახე რა თავხედურად პასუხობს და ადგა, ცოტნე გამსახურდია ესროლა ბაჩუკის სამი ტყვია ფეხში. მაგრამ მადლობა ღმერთს და განკებას არც ერთი ტყვია მძვალი არ დაუზიანა. ისე აცდა დაჟე ფეხის ტერფი ქონდა გახრეტილმა შუაში და ძვალს არ შეხვდა არც ერთი ტყვია. ეს ერთი, მერე გოჩას და ბურჯანაძეს და კეკენაძეს დაავალა, წახვალ და რობიზო მარგველანს მოძებნით და მოკლავთ. და მისცა ბრძანება და გამოუშვა საქართველოში. და თუ მანანა სიმართლე აინტერესებდა რატო უნდა მარგველანის მოკლა, რატო კლავდა ბაჩუკის და მესამე თავარი რაცა გუგუშვილს დაუწყო ბრძოლა რამე თუ მოაწვევინა სესია, რომლის მანანა არჩვაძე არავითარი უფლება და იურიდიული ის არ ქონდა, მოაწვევინა დეპუტატებს სესია, გადააყენა იმ დროინდელი ზვიადის დანიშნული დროებით მოვალების შემსრულებელი მერაბ კიკნაძე უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობიდან და გადააყენა მანანას ბრძანებით პრემიერ გუგუშვილი და პრემიერობის პოსტი მიითვისა თვითონ და დღესაც მანანას ქვია საქართველოს პრემიერი. ხო და აი ეს ყველაფერი უბრალოდ მე მგონი საეჭვოს ხდის ყველაფერს. მერე გიორგი გამსახურდია, პატარა ბავშვი იყო და პრეზიდენტო გადავასვენეთ, შევიდა იქ პროჟექტურაში, სადაც ხელახლა მოხდა მისი გაპატიოსნება და განსაცმელიც გამოუცვალეს. ხო და იქ დაათვალიერეს და გიორგიმ შენიშნა თითზე შავი ზოლი, კუროკის მონაწილე და თვითონ თქვა რომ მე ვნახეო კუროკზე როგორ კუროკმა როგორი ზოლი დაუტოვავო მამაჩემსო. და იქ ძალიან ბევრმა ხალხმა ნახა და ცოტნე გამსახურდია იძახის რომ პრეზიდენტი ნაწამები ის იყო, იქ ესე იგი ყველა დაყლაპია ყოფილა.
გროზნოში ვინც იყო დაწყებული დუდაევიდან და თავის ძმებით, რომ ის ვერ შეამჩნიეს ზვიად გამსახურდიას ნაწამები იყო თუ რა იყო. ეს ერთი სიყალბე კოკოს კომისიის გამოძიებიდან გამომდინარე. მეორე კოკო გამსახურდია ის ვერ იპოვა სად იყო პრეზიდენტის ის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა და პრეზიდენტის ბეჭედი. და მე დამდო ბრალი თურმე ისინი მე გადამიმალია და შემინახია. დიახ, როცა ეს უბედურება თავს დაგვატყდა, მე ის შევინახე ბეჭედიც, იარაღიც და როცა საჭიროება მოიქთხოვდა და რეალურ გამოძიებას დასჭირდებოდა, მე უნდა მიმეტანა გამოძიებაში ის იარაღი და ბეჭედი. მაგრამ საუბედუროდ ჯონსონ კვარაცხელია, სადაც მეცენ ათელში ამყოფობს, მის ოჯახში რო ვიყავით, ზვიადი მის ეზოში პირველად რო დავასაფლავეთ, მეორე დღეს ჯონსონი წავიყვანე. იმის სახლის უკანა იყო ტყე, იმ ტყეში ვიპოვე ერთი დიდი კაკალი, იდგა გაუთხარე დიდი ორმო კაკლის ძირში და დავმარხე იქ ის იარაღი და ბეჭედი. და გავაფრთხილე ჯონსონი, რომ არავისთვის მაგი არ ეთქვა, სანამ მე არ მოვალ, ხელი არ უნდა ეხლო. მაგრამ საუბედუროდ ჯონსონმა არ დაელოდა ჩემს მისვლას და ის ბეჭედი და იარაღი გადასცა ქალბატონ მანანა არჩვაძეს, როგორც მე მითხრა მან, ჯონსონ კვარაცხელია. და ეს იარაღი მე ქალბატონ მანანამ აჩუქა თავის შვილს, გიორგი გამსახურდიას და მე ინფორმაცია მაქვს, რომ დღესაც იმ იარაღით გიორგი გამსახურდია დადის თბილისში. და კონსტანტინე გამსახურდიას გამოძიების, ამიტომ არა სანდო წყარო, რომ აი ეს პატარა ნიუანსი ვერ გაარკვია, ვერ გამოიწია და კონსტანტინე კიდო ეძებს ერთან ინტერვიუებს და იმათი მითითებით იშვერს ხელს, თუ გინდაც გიორგაძე, თუ გინდა კიტოვანი და დღეს ახლა უსმენ იმას გადაცემას და თურმე დღეს ინგა გრიგოლიას გადაცემაში კვირის გადაცემა ქვია და თურმე უპასუხებენ ვინ ესროლა საქართველოს პირველ პრეზიდენტს კიტოვანი და გიორგაძე. და ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს კი მართალია ყველა საზღვარი მოირღვა საქართველოში და რუსების აბრის აღმართაზე კივილი დაიწყეს და ღირსების საზღვრები რო არა, კაცობის საზღვრები რო არა და სინდის ნამუსის საზღვრები ამას ტავს უკრავენ. ერს ეკითხებიან ვინ მოკლა და როგორ მოკლაო. მე კიდო ხმამაღლა ვაცხადებ. კიტოვანი, გიორგაძე, იოსელიანი, შევარდნაძე, სიგვა, მანანა არჩვაძე და გურამ აფსნაძე მიიყვანეს ზვიად გამსახურდია თვითმკვლელობამდე. პასუხს ვაგებ ამ ჩემს სიტყვებზე. და ყველას დავუმტკიცებ ფაქტებში, ეს ასე რო იყო. მეორე გიორგაძე სთან მერე დავბრუნდებით. ეხლა მე მეოთხე წელია წასული ვარ საქართველოდან, იძულებული გამხადეს